საკმაოდ турბულენტური პერიოდის შემდეგ აპრილის მესამე სამუშაო კვირა გლობალურ საფონდო ბირჟაზე აქტივების ფასის ზრდით დაიწყო. ძირითადი ამერიკული, ევროპული და აზიური საფონდო ინდექსები 1%-ის შუალედში გაიზარდა, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული დონალდ ტრამპის მიერ სატარიფო პოლიტიკის დროებით შემოbrunებასთან. უფრო კონკრეტულად ტრამპის განცხადებით, ტარიფები გარკვეულ პროდუქტებზე, მათ შორის ელექტრონიკაზე, დროებით შეჩერდება და ამოქმედების შემთხვევაშიც იმ პროცენტულ პუნქტს მაინც არ მიაღწევს, რაც სხვა პროდუქტებზეა პროგნოზირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტესი ქვეყნებისთვის ტარიფები დაბაუზდა, თუმცა ჩინეთთან ეგრეთ წოდებული სავაჭრო ომი ჯერ კიდევ გრძელდება. ინვესტორები სწორედ ამ რეალობას ითვალისწინებენ. ინვესტორებს გონიათ, რომ მთელი ის რიტორიკა, რომელიც თავდაპირველად ტრამპს ჰქონდა ტარიფებთან მიმართებით, იქნება შეცვლილი, იქნება კორექტირებული და საბოლოო ჯამში მივიღებთ უფრო მეტად კონსერვატიულ მიდგომას, რომელიც ისეთი დიდი ზიანის მომტანი არ იქნება გლობალური ეკონომიკისათვის, როგორცაც ამას თავდაპირველად მოელოდნენ. შესაბამისად, თუ კი მართლაც ეს პროგნოზი გამართლდება და ზოგადად ტრამპის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით წავა, მაშინ რა თქმა უნდა რეცესიის რისკებიც შემცირდება, ეს კი საფონდო ბირჟის ზრდაზე და ინვესტორების განწყობაზე რა თქმა უნდა პოზიტიურად აისახება. ის ფაქტი, რომ რაღაც პროდუქტების ტარიფებიდან დამატებით ამოღება მოხდა, ინვესტორებს უფრო მეტ ოპტიმიზმს აწევს, განსაკუთრებით, Apple-ისთვის არის საკმაოდ ისეთი წარმატებული დღე, თითქმის 5% არის დღეს Apple გასტილი, რადგანაც ყველაზე მეტად ინვესტორებს მაინც Apple-ის მომავალი ადარდებდათ, რადგანაც Apple-ს ყველა მიცით, რომ iPhone-ების ძირითადი წარმოება ისეთ ქვეყნებში აქვს, მაგალითად ჩინეთში, რომელსაც ძალიან დიდი ტარიფები ქონდა დაწესებული და კომპიუტერული ჩიპების მიმართებითაც Nvidia-საც ნორმალური სდა აქვს, დაახლოებით 2%-ით იყო დღეს გასტილი და ზოგადად Nasdaq-ი არის ყველაზე მეტად გასტლიანი ტექნოლოგიური კომპანიები, უფრო ტექნოლოგიური მიმართულებით გამოხატავენ დღეს ინვესტორები რომ ოპტიმისტა დაახლოებით 2%-ში არის Nasdaq-ი პლუსში. გახსნის მომენტიდანვე მოკლედ ამ საფონდო ბირჟების ინდექსები მცირდება, ანუ ეცემა რა დაწყებიდანვე ეცემა მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ისევ პლუსის ტერიტორიაზე არიან. ეს შეიძლება იმის გამოწვეული, რომ მოკლედ გაურკვევლობა, მერყეობა ძალიან დიდია ჯერჯერობით, ხო, ბევრი საკითხი დარჩა, რომელიც გადაწყვეტილი არ არის, მაგალითად სხვადასხვა ეს იქნება კონფლიქტები, ეს იქნება ისევ და ისევ დაუბრუნდეთ ძირითად თემას, რაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ტარიფების თემა, არ ვიცით ჯერ რამდენად ასე ვთქვათ ძლიერი ეფექტი ექნება ინფლაციაზე. რაც შეეხება საერთაშორისო კრიპტობირჟაზე არსებულ ვითარებას, როგორც ექსპერტები ამბობენ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ძირითად კრიპტოაქტივს, ბიტკოინსა და ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებს შორის მაღალი კორელაცია შეინიშნება. შესაბამისად, ბიტკოინის ღირებულებას ისეთივე ცვლილებები ახასიათებს, როგორიც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების აქციებს. კრიპტოვალუტებიც მცირე ზრდას აფიქსირებენ, ზოგადად თუ საკმაოდ დიდი კორელაცია შეინიშნება ხოლმე უმეტესობა პერიოდებში უფრო რისკიან აქციებსა და კრიპტოვალუტებს შორის, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად რისკ ციკლურ აქტივებში ატარებენ ინვესტორები კრიპტოვალუტებსაც და შესაბამისად აქაც გარკვეულწილად ოპტიმიზმს ხედავთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მცირე ზრდას აფიქსირებენ კრიპტოვალუტები. ძალიან მაღალი კორელაცია ამერიკის ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასებსა და ბიტკოინს შორის. რაც იმით აიხსნება, რომ მოკლედ ინვესტორები კომფორტულად გრძნობენ თავს ამ აქტივში ინვესტირებისას, მაშინ როდესაც არის ეკონომიკური ზრდა, ხო, სხვა კომპანიების მარჟები, მომგებიანობა კარგია და მოკლედ პოზიტიური ეკონომიკური გარემო არის ამერიკის შეერთებულ შტატებში. შესაბამისად, თუ პირობითად ისევ მაღალ ინფლაციას ვნახავთ, ან ვნახავთ შენელებულ ზრდას, ბუნებრივია ამ აქტივის ფასი პოზიტიური შედარებით ნაკლებ სავარაუდოა რომ იყოს. ექსპერტების შეფასებით ბირჟებზე დიდი გაუგებრობა, შესაბამისად პროგნოზირება რთულია. ამას ემატება უმსხვილესი ამერიკული ბანკების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეცესიის მოლოდინის ზრდას უკავშირდება. ბირჟებზე საკმაოდ ისევ დიდი გაუგებრობა და დიდი გაურკვევლობა არსებობს ტარიფებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ შაბათ-კვირას რაც ვიხილეთ, რომ ყოველ დღე ახალ ინფორმაციას ვიღებთ ინვესტორები ტარიფებთან დაკავშირებით, რაც ცოტა რთულს ქმნის პროგნოზის გაკეთებას. თავარი მომენტი მოლოდინებთან დაკავშირებით არის ის, რომ არის გაურკვევლობა, ხო, არაპროგნოზირებადი გარემო არის. შესაბამისად, მაგალითად Goldman Sachs-ი თითქმის ყველა აქციების ინდექსზე ეგრეთ წოდებული
neutral, ანუ ნეიტრალური პროგნოზი აქვს. ეს ახლა რას ნიშნავს ინვესტორებისთვის? ეს ინვესტორებისთვის ნიშნავს იმას, რომ Goldman Sachs-ი, ეს საერთაშორისო ბანკი ინვესტორებს მოუწოდებს, რომ თუ ამ აქტივში ინვესტირება გახორციელებული აქვს, ესე იგი ეს წონა არ შეცვალონ, ანუ არ გაყიდონ, ხოლო თუ პირიქით არ აქვს განხორციელებული დროებითი, ასე ვთქვათ, დააპაუზონ და დაელოდნონ მოვლენების განვითარებას. შესაბამისად, ეს არის რეალურად ალბათ საუკეთესო პროგნოზი, რის გაკეთება შეგვიძლია არის ის, რომ პროგნოზს ვერ ვაკეთებ. გაურკვევლობის ფონზე უმსხვილესი ამერიკული ბანკები მოლოდინებთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ინვესტორები ბირჟებზე შედარებით მეტ ოპტიმიზმს ხედავენ. ექსპერტების შეფასებით, მათ შორის გასული კვირა ისტორიული ვარდნის შემდეგ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა.